დღეს სპეციალურად სახელმწიფო გადაცემისათვის მოვიწვიეთ სტუმრები მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი ლეტი ჯორჯია. მოგესალმები. მოვასწრეთ. თქვენს გულწავთ ბედობას. აგრეთვე. გულწავთ ტელემაყურებელს, ბედობას, გულწავთ დამსწრე საზოგადოებას. როგორ ღიაცის ქვეშ. როგორ შეხვდით ახალ წელს? ღიაცის. გარეთ. ძაღლებივით გაგვყარეს. გარეთ მოგიწიეთ თუ უბრალოდ ტრადიცია ხო არა გაქვთ? არა. გარეთ შევხვდით. ხო არ წუწაობდით ან ხო არ დახტობდით? ცეცხლ ხო არ არა, ამ ანთებდით? წელს მოხდა რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა. გასაგებია. დაგვსაჯეს. ესე იგი ტრადიციულად ქართულად თქვენს ვინეგრედით და ხაჭაპურით დაიწყეთ. არა, არც ეგარ გვეკითხა. არც ეგარ. დავწანწალები. გასაგებია. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ რა უნდა გვეკითხა თქვენთვის. მაშინ არ გკითხა. მე აღმოვაჩინეთ რომ იურმალას ფესტივალის მერე ყველა შეკითხვაზე გაქვთ პასუხები ამათოიდია. აუ მე მინდა გითხო და გისო შეიძლება? თქვენ როგორ შეხვდით ახალ წელს? ჩვენ ძალიან უცნაური ტრადიცია გვაქვს. წერილს წერთ ხოლმე. აი ხო, მოგეთ ყველა კითხვა აი რას ვერ აპატიებს საყვარელ ადამიანს მაკა ზამბახიძე. პასუხი? როგორ გძნობს საჭესთან თავს რატი დურგლიშვილი. ყველაფერი ვიცით. რას ფიქრობს გლობალურ დათბობაზე დუეტი ჯორჯია. სხვათა შორის ეგ ძალიან კარგი იყო მომენტი. არა, ყველაფერზე ძალიან ისეთი კაი პასუხები ლოგიკური და ყავდა. ისეთი. ხოჩა. ამიტომ მინდა გითხოთ 2009 წელს რა გეგმები გაქვთ? მოდი, სერიოზულად ვიტყვი რა გეგმები გვაქვს. ესე იგი, მუშაობთ სოლო კონცერტზე. საკმაოდ ისეთი გრანდიოზული გვინდა გავაკეთოთ. არ დაგვწინოთ. საკმაოდ მოხდი. საკმაოდ ისეთი გრანდიოზული უკვე საინტერესო. აი ესეთი უნდა იყოს. ნუ კაი კონცერტს გეგმავთ, ისეთი აი რაც მონატრებული აქვს სმენელს ალბათ. გეგმავთ ალბომს, ამაზეც არ დამცინოთ. გაჩერდი მაგრამ გიორგი. მისთვის არ ვიცი. და ასეთი გეგმები გვაქვს. მე მგონია რომ ორივე წარმატებული იქნება კონცერტის და ალბომის, იმიტომ რომ მე ხედ იურმალაში რო გისმენდით, აი ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის პირადად. ალბათ ბრეჟნევი რო ხო ბრეჟნევი რო ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ კიდე ერთხელ იტყოდა რომ აჩვენეთ ესენი მსოფლიოს. ომი აღარ იქნება. მაგრამ ეხლა კრემლში რაღაც ყველაფერი პირიქით ესმის. რა აზრის ხართ ჩვენ დავიწყეთ ომი? რაღაცა წამლდნენ. რამდენად მიდი გიორგი აუხსენი. ამათვის მნიშვნელოვანი ეგ საკითხი, იმიტომ რომ რუსეთში აპირებდნენ კარიერის გაგრძელებას. ალბათ შემოთავაზებები ქონდათ ხო ბევრი რუსეთიდან? კი, ეხაც ქონდა, მაგრამ წადიჭო. არ მიგვიღეთ. აი, ცოტაც მოითმინეთ და თქვენ ბორჯომს და ღვინოს ერთად დაგაგროვეთ. ჩვენ დისკს გავუგზავნით. ეხა პრინციპში მთავარი საკითხი ზომის ამბავი კი გავარკვიეთ. მთავარი საკითხი პრინციპში არის მაინც ის რომ ძალიან გვინდა რომ ჩვენ გადაცემაში გაიჟღეროს თველმა სიმღერამ. კი, ეს ძალიან დიდი სურვილი იყო. და სიმღერა უნდა იყოს რამე ისე ჩვენ გადაცემას რომ მოუხდეს. რამე ნელი რა. ჩვენ ტრაფი ჯაზები გვაქვს არ გვქნილი. ძალიან კარგი, მაშინ ყველამ ერთად აპლოდისმენტები ვთხოვოთ რომ ჩვენ საქმე ვიქნებით და აქედან მოვუშვით.
შეიძლება ერთი წუთით დიდი ბოდიში. ალბათ ყველას მოგვეწონა ხო ეს სიმღერა? უკაცრავად რომ შეგაწყვეტეთ. არა, ძალიან კარგი იყო ყველაფერი. უბრალოდ მაინც ახალწლო გადაცემა, მაინც იუმორისტული გადაცემაა და ამიტომ თან ეს სიმღერა ძალიან ბევრჯერ გვყოლას მოსმენილი, კიდე ბევრჯერ მოვისმენთ. ამ სიმღერაზე იუმორი შეიძლება? ამ სიმღერაზე არა, მაგრამ აი მე მაქვს ორი ბუშტი. ეს აქ არის ჩვეულებრივი ჰაერი არ არის, არავის არ უწვალია ამებს გაბერვაზე. აქ არის ჰელიუმი, გაზია ესეთი, რომელიც აი შემიფრინავს ზემოთ. ამ გაზს აქვს უცნაური ჩვევა, გამომართვით ეს ერთი შენ. ამ გაზს აქვს ძალიან უცნაური ჩვევა, თვისება. ეს გაზი აწვრილებს ხმის იოგებს, გამომართვით. აქ დააფარე ხელი. იგივე თითით შეგეთ. აწვრილებს ხმის იოგებს. ეხლა შევეცადოთ. თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ იგივე სიმღერა მოვისმინოთ ჰელიუმის, მეშვეობთ გაზდის? გაზდის. და გავაკეთო. არაფერი, იგივე პროგრამა ჩავრთოთ, თქვენ ჰაერი ჩაისუნთქეთ ამ ბუშტიდან და ჩვეულებრივად იმღერეთ ეს სიმღერა. მეტი არაფერი, ჩვენ შევეცდებით, რომ იყუროთ აქ. That was cute.